სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით ჩაიარა დღევანდელმა წირვა. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ამ ორი უდიდესი წმინდანის ხსენებას. წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესი და პავლესი. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ასე იგი ორი სრულიად განსხვავებული რაღაცით ძალიან დიდი საერთო აქვთ მათ, რაღაცით ძალიან დიდად სხვაობენ ერთმანეთისაგან. განსხვავებელი ის არის, რომ ერთი უბრალო ღარიბი უსწავლელი მეთევზის ოჯახში დაიბადა, მეორე კი განათლებული დიდარი ოჯახიდან იყო, დიდგვაროვანი ოჯახიდან, ესე იგი, როგორც შემდგომ თვითონვე ამბობს, რომ არის რომაელი. ეს რომაელობა არ იყო მარტო ის, რომ რომში ხარ დაბადებული. შეიძლება რომში ყოფილიყავი დაბადებული, მაგრამ რომაელის წოდება სულაც არ ჰქონოდა. შეიძლება რომში სულაც არ ყოფილიყავი დაბადებული, ისევე როგორც მოციქული პავლე კილიკიის ტარსუსში იყო დაბადებული, მაგრამ მას ჰქონდა ეს წოდება რომაელისა. დიდად განათლებული. მისი მოძღვარი იყო ფარისეველი გამალიელი. სხვათა შორის ის გამალიელი ახლა წმინდანად არის შერაცხილი. ისე როგორც თავის თავაცხადია პავლე მოციქული. საოცარი ამბავია, ესე იგი, ორივეს დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ორივე დაეცა რაღაცით. ერთი ქრისტიანებს დევნიდა პავლე მოციქული და ქრისტეს აღდგომიდან 1 წლის თავზე მოექცა ქრისტიანობაზე და საოცარი იყო მისი ქრისტიანობაზე მოქცევაც. მეორეც დაეცა იმით, რომ სამჯერ უარყო უფალი. აი სხვა მოციქულებზე, გარდა იუდასი, რომელიც დაეცა, მაგრამ ვერ დაბრუნდა კვლავ უფალთან, სხვა მოციქულებზე ამგვარი რამე არ წერია, რაც ამ ორ მოციქულზე. და ისინი უფალმა მოციქულთა თავად დაადგინა. და ასეთი რამეც არის ნათქვამი, რომ იუდასაც რომ შეენანებინაო, მასაც მოციქულთა თავად დაადგენდა. ისე რომ ქრისტიანობა არ არის ის, რომ არ წაიქცევი. ამით ის იმედს გვაძლევს ეს, თუნდაც მათი ცხოვრება, რომ წაიქცევი და წამოდგები, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისე რომ თითოეული წაქცეულს ამის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაცაზე ნაკლები კი არ იქნება თუ წამოდგება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ადამიანი ისე დიდ ცოდვაში ჩავარდნილი, მაგრამ თავის ხვებზე უკეთესად მიაჩნდეს და ეს საშინელება. ვინ ჩავარდებოდა ესეთ ცოდვაში, ვინ როგორც დაუშვათ პეტრე და პავლე მოციქული, იუდა ისკარიოტელი, მაგრამ ის რომ წამოდგარიყო, შეიძლება ჩვენ გვეთქვა, რომ მასზე ბევრად ნაკლები ცოდვა გვაქვს, მაგრამ ის ჩვენზე ბევრად წინდგარიყო. მარიამ მაგდალინელი, ღირსი მოსე შავი, როგორი ავაზაკი იყო, როგორი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ მერე როგორ სიწმინდეს მიაღწია. ამიტომაც აი შორიდან რომ შევხედავთ ვიღაცას და ის წაქცეულია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ჩვენ ვართ წაქცეული, სწორედ მის შეცდომებს რო ვხედავთ, რო ვაკვირდებით. იყო ესეთი შემთხვევა, მე ახლა ბევრს არ მოვყვები, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ვრცელია მათი ცხოვრება, აი საქმე მოციქულთას ვინც წაიკითხავს, ეს ახალი აღთქმის კრებულშია თქვენ იცით სახარებების შემდგომ, საქმე წმინდათა მოციქულთა. იქ სწორედ ძირითადად პეტრე და პავლე მოციქულის მოღვაწეობა არის აღწერილი. სხვა მოციქულებისაც, მაგრამ ძირითადად ეს ორია. და მე უბრალოდ რამდენიმე რამეს ვიტყვი და ხაზს გავუსვამ, თან დღევანდელ სახარებასთან დავაკავშირებ. სახარება ასეთი იყო, რომ მაცხოვარი, როდესაც ფილიპეს კესარიაში იყვნენ, აი ამ ადგილებში, როდესაც იყვნენ, ეკითხება მოწაფეებს, რომ ხალხი რას ამბობსო ჩემზე, ვინ მგონი ვარ?
და ეუბნებიან ზოგი ამბობს, რომ ელია წინასწარმეტყველია, თქვენ იცით, რომ ელია თესბიტელი ღმერთმა ცოცხლად წაიყვანა. ცეცხლოვანი ეტლით ცოცხლად წაიყვანა, არ გარდაცვლილა ელია თესბიტელი, ძელი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. ზოგი ამბობს, რომ იერემია არისო, ესე ძელი აღთქმის ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველი. დიდ წინასწარმეტყველს რატო ამბობს? ძელ აღთქმაში არის დიდი და მცირე წინასწარმეტყველი, თავისი დაწერილი წიგნებიდან და ამ წიგნების მნიშვნელობიდან, შინაარსიდან გამომდინარე ასე იწოდება. ზოგი ამბობს, რომ იერემია არისო, ზოგი ამბობს, რომ ერთი დიდი წინასწარმეტყველიო და თქვენ რას ამბობთ? თქვენ რას ფიქრობთ, ვინა ვარ მე? და პეტრე მოციქული ეუბნება, რომ შენ ხარ ძეღვთისა ცხოველი, შენ ხარ ქრისტე ძეღვთისა ცხოველისა. და მაცხვარი ეუბნება, ნეტარი ხარო შენო პეტრეო, არ იონა, იონა მამამისე, ანუ იონას შვილო ესე რომ. ნეტარი ხარ, რადგან ესო სისხლთა და ხორცთა კი არ გამოგიცხადეს, ანუ შენ ეს ადამიანურად კი არ იცი, იმას კი არ უთქვამს ეს შენთვის. არამედ ეს ჩემმა ზეციერმა მამამ გამოგიცხადა. და ეუბნება, რომ შენ ხარ კლდე, ანუ ის რწმენა, რომ შენ მე იესო ქრისტეთ მაღიარებ და ღმერთის ძეთ მაღიარებ, აი ეს არის ის კლდე. ანუ შენ ხარ კლდე და ამას კლდეს ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. და აი ეს რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან და ეკლესია ვიდრე მეორედ მოსვლამდე იქნება, სად გამოჩნდა კიდე ნახეთ, როდესაც უკვე ქრისტეს ამაღლების შემდგომ მოციქულები ქადაგებენ და პეტრეს და იოანე ღვთისმეტყველს შეიპყრობენ. შეიგი მათი დახოცვა უნდათ და წეღან რო ახსენე გამალიელი პავლე მოციქულის მოძღვარი. მათი დახოცვა უნდათ და ეს გამალიელი ადგება და იტყვის, ოღო ნახეთ რა კეთილგონიერია, გაიყვანეთო გარეთო ესენი. რომ ის კი არ უნდოდა რომ მათ თვალში გამოჩენილიყო, რომ ეხლა მე რასაც ვიტყვი თქვენს დასაცავად ვამბობ და კი არ უნდა მოეწონებინა ვინმესთვის თავი. სთხოვა რომ ეს მოციქულები გარეთ გაიყვანეთო, კრებას სთხოვა. და ამათ ეუბნება. აიო ამ ცოტა ხნის წინო აღდგაო თევდაო, იყო ერთი ასეთი თვითმარქვია თევდა, შემდგომ იუდა, ან პირიქით შეიძლება მე რამე არ მახსოვს. აიო თევდაო გამოჩდაო და ხალხი მიიმხრო. და რომ მოკვდაო ეს თევდაო, მისი მიმდევრებიც დაიფანტნენ. შემდეგ იუდა გამალიელი, გალილეველი. მანაც უამრავი ხალხი მიიმხრო, მიმდევარი გაიჩინაო. რომ მოკვდაო, მისი მიმდევრებიც დაიფანტნენ. და ეხლა ეს იესოც თუ შემდგომი ასეთიაო, მაშინ ხო მოკვდაო ის. მაშინ ესენიც დაიფანტებიანო და ანუ თუ ადამიანურია ეს წამოწყება, რასაც ესენი ქადაგებენ. მაშინ ესენი თვითონ დაიშლებიან და თქვენ რაღაც გინდათო რომ ადამიანის სისხლში ხელი გაითხვაროთ. მაგრამ თუ ღვთისგან არისო, მაშინ ჩვენ ამას ვერაფერს ვერ უზავთ და ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოჩნდებით. ნახეთ აი რა გონივრული რამე ვთქვა. ეს იცით რომელი ხალხია? ვინც ქრისტე ჯვარსაც. ახლა წარმოიდგინეთ, პილატემ ვერ გააჩერა ისინი. რომელი მართველი იყო გამოგზავნილი, ესე იგი რომ იქ რაღაცა წესრიგი ყოფილიყო იუდეაში. პილატემ ვერ გააჩერა ესენი იმდენად რომ ბოლოს იძულებული გახდა რომ ხელები დამიბანიო, ქართული გამოთქმა, ხელები დაიბანა რომ მე უბრალო ვარ ამ კაცის სისხლისგან. და რაც ვერ გააკეთა პილატემ, აი გამოვიდა და ამ კაცმა ერთი კეთილგონივრული სიტყვა თქვა. თუ ადამიანურია თვითონ დაიშლებიან და თუ ღვთისგან არის, მაშინ იმას ვერაფერს ვერ უზამდა. მაცხვარმაც ეგუთხრა პეტრე მოციქულს, თუმცა გამალიელმა სულაც არ იცოდა მაცხვარმა რა უთხრა პეტრე მოციქულს. და უთხრა რომ ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. სხვათა შორის იგივე კეთილგონივრული ნათქვამი არის ასეთი ძელი აღთქმის ერთ-ერთი მსაჯული წინასწარმეტყველი იყო გედეონი. და გედეონის მამა იყო ბაალის კერპის მსახური.
და გედეონი ძალიან ღვთისმოყვარე კაცია და სამშობლოს მოყვარე და ადგა ერთხელაც და ეს ბაალის კერპი დალეცა და მათი სარიტუალო ტყე აჩეხა, აშერა ერქვა ამ ტყეს და აჩეხა ეს ტყე და მივიდა მოკლედ ღამე და ესენი აჩეხა, კერპი დაანგრია, გულანთებული კაცია სამშობლოზე შეყვარებული. აი, საიდან ჩანს კიდე რომ ესეთია. როდესაც მას ანგელოზი გამოეცხადება, მშვიდობაო, მაგარ ვაშკაცო, ეუბნეო ანგელოზს და ეჰო, მშვიდობა რო იყოს, ასე დღეში ვიქნებოდით, ანუ ღვთისწყალობა რო ქვა, ასე დღეში ვიქნებოდით, ანუ ზის რაღაცა ხელსაქმეს აკეთებს. აი, სიტყვაზე ბახში ადამიანი ლობიოს თოხნის თუ სიმის ფხნის თუ რაღაცა და იმაზე სამშობლოს ბედზე ფიქრობს. ანუ იმაზე კი არა, ამას გაყიდის და თვითონ კარგად სამშობლოს ბედზე ფიქრობს და იმ ანგელოზმა რო უთხრა, მაშინ მისი ფიქრები ამითი გამოსდედა. რატო ამბობ ახლა? როდესაც ეს ტყე აჩეხა და ბაალის კერპი დაანგრია, გედეონს ეძებენ რომ მოკლა. რომ ეს ჩვენი ღმერთი შეურაცხო ბაალის კერპი. და ნახეთ, მამამისი რას ეუბნება იმ გამძინვარებულ ხალხს. რა თუნდაო ბაალის კერპსო თქვენი დაცავ? თუ ის მართლა ღმერთია, თვითონ დაიცავს თავის თავს. და თუ ღმერთი არ არისო, რას იცავთ? გესმით აი რაზეა ლაპარაკი. აქაც ესედა. ხელი აიღეს, მაგრამ უთხრეს, რომ თქვენო ამ სახელზე თუ აღარ იქადაგოთ, ქრისტეზე აღარ იქადაგოთ. და მოციქულები ეკითხებიან, როგორ ფიქრობთ, რა უმჯობესია ღვთის მორჩილება თუ თქვენი მორჩილება? და მათ არ შეეძლოთ არ ეკადაგოთ. აი, როგორი თავგანწირულები იყვნენ, ხო, ვერ აღიარა პეტრე მოციქულმა სამჯერ, მაგრამ ნახეთ, სულიწმინდის მადლმა როგორ გააძლიერა ისინი. პავლე მოციქულზე ცოტას ვიტყვი, ესე იგი. როდესაც ის ქადაგებდა, სხვადასხვა თქვენ თუ დღეს მოусმინათ, სამოციქულოს რომ კითხულობდა, პავლე მოციქული თავის თავზე ყვება, რომ სამჯერო გემი დამექცა, სამჯერ გემი ჩაეძია. ერთხელ ბოლოს რომში რომ იყავდათ ნერონის სამჯერ გემი ჩაიძირა და ამ გემიდან სამჯერ დამწვრეული გემიდან გადარჩა და გამოვიდა. ამდენჯერო, ესე იგი, შოლტით მცემესო, ერთხელო ქვით ჩამქოლესო, ქვით ჩაქოლეს, წარმოიდგინეთ, იკონიაში რომ მიდიოდა და ადამიანებს ქრისტიანობას უქადაგებდა, აი ქვით ჩაქოლეს და რომ ეგონათ რომ მოკლეს უკვე, გაათრიეს და ქალაქის გარეთ დააგდეს. ახლა მოსულიერდა, ცოტა მოასულიერეს და ადგა და სარასაოცარია, ისევ იმ ქალაქში შევიდა. ახლა ვიღაც იტყოდა, რომ თუ არ გინდათ, მოგინდათ და გამოეცლებოდ. იქ, სადაც ქვით ჩაქოლეს და მოკლეს და მკვდარი რო ეგონათ, იმიტომ გადმოაგდეს ქალაქიდან. ისევ იქ შევიდა, რომ მათთვის ქრისტე ექადაგა, წარმოიდგინეთ. ერთ-ერთ ქალაქში, დამასკოში, როდესაც მისი შეპყრობა უნდოდათ და მოკლა უნდოდათ, აი გოდორით, ესე იგი, გალავნიდან ჩაუშვეს და ისე გამოაპარეს. წარმოიდგინეთ, როგორ რევს ითმენდა ეს ხალხი ქრისტეს სიყვარულისთვის, წარმოიდგინეთ, აი როგორ ამბობს ძველი აღთქმის სიბრძნე, რომ შვილო, თუ უფალს მოუხვედი სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი და მათ მართლაც მთელი ცხოვრება განსაცდელით გამოიარეს. და საბოლოოდ ერთი ჯვარზე გააკრეს პეტრე მოციქული და ოღონ მან ითხოვა, როგორც ჩემი მოძღვარიო, აცეს ჯვარს არა ვარო ღირსი ეგრე რომ გამაკრა ჯვარსო და თავდაყირა გამაკარითო და ეს თხოვნა შეუსრულეს. და პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს. მასაც სიამოვნებით გააკრავდნენ ჯვარს, მაგრამ რომაელის ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. წევანხო თქვი, რომ რომაელი იყო, ეს წოდება ჰქონდა მამამის ჯერ კიდევ ნაყიდი. მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს სამარცხვინო სიკვდილი იყო ჯვარზე გაკვრა. და ქრისტემ ამიტომ აირჩია ჩვენთვის ეს სამარცხვინო სიკვდილი, რომ აი ბოლომდე გვაჩვენა, რომ როგორ უყვარვართ. როდესაც ადამიანი ქრისტიანობის ქადაგებას იწყებს, შეუძლებელია, რომ მას განსაცდელები არ ჰქონდეს და როდესაც ადამიანი ქრისტეს გზაზე დადგომას იწყებს, შეუძლებელია მას განსაცდელები არ ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ ქადაგება უნდა დავიწყოთ არა იმდენად სიტყვით, რამდენადაც საქმით, ესე იგი. და საიდან უნდა დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი ოჯახის წევრებიდან.
აი ჩვენ თუ გადავხედავთ და ჩვენს ოჯახში ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება არ მოსწონთ. აი შინაგანად გოწრფელად ჩვენ რო შევხედოთ, ისე კი არა მიკერძოებით და ამის გამო თავს იმართლებთ რა არ მოგწონთ, მე ასე კარგა ვაკეთებ, მე ისე კარგა. არა, აქ არანაირი საკამათო არ არის. თუ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება არ მოსწონთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში რაღაც არის შესაძლებელი. და ჩვენ ვერ ვქადაგებთ სიტყვით, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო და მით უმეტეს ახალმოსულმა ადამიანმა იცის, რომ ესე იგი რაღაცას გაიგონებს და წავა და თავის ოჯახის წევრებს თავს მოახვევს, ესე იგი თავს მოაბეზრებს ამით. რომ შენ ესე უნახნა, შენ ესე უნახნა. მაგას ჯობია რომ შენქნა ისე როგორც წევრნები და დაინახავენ და მოეწონებათ. თუ მოეწონებათ შენი ქრისტიანობა, მოგბაძავენ და ასე შემდეგ. შემდგომ ვისაც დაევალება რომ ქრისტიანობა იქადაგოს სიტყვითაც, მან სიტყვითაც უნდა იქადაგოს. ვიღაც შეიძლება სასულიერო პირია, ვიღაცას ეს დაევალა რომ ეს გააკეთოს. ოღონდ აქ არის კიდევ ერთი რამ, რაც მე მინდა ვთქვა, ესე იგი, რადგან ცოტა მოახლოვდა ეს ჟამი, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ჩვენი სტიქაროსანი აპირებს, რომ სასულიერო სასწავლებელში ჩააბაროს. ეხლა აქ იცით რა დაიწყება? ეს მამაო უნდა გამოვიდეს, მღვდელი უნდა გამოვიდეს და გააფუჭება. ამიტომ სანამ ეს მოხდება, მანამდე მინდა დავასწრო მოვლენებს და ვთქვა, რომ ესეთი რამე არ შეიძლება. სასულიერო სასწავლებელში ბევრი აბარებს. რა თქმა უნდა, მით უმეტეს სასულიერო სემინარია ამ მიმართულებისაა, იქიდან სასულიერო პირი უნდა გამოვიდეს. მაგრამ გამოდის იქიდან ყველა სასულიერო პირი არ გამოდის. ამიტომ ესე იგი ჩვენ როდესაც გავიგებთ, რომ ვინმე ჩააბარას თუნდაც სასულიერო სემინარიაში, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ და უნდა ვილოცოთ, რომ უფალო შენ თუ გნებავს, აი მიეხმარე მას, რომ მართლაც დღეს სასულიერო პირის არსებობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. პეტრე მოციქულს რასეუბნება უფალი, რომ შენ გაძლევო სასუფეველის გასაღებს, ვისაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიო. ვისაც გახსნიო, იქაც გახსნა, მიტევებული იქნება. ვისაც გახსნიო. ხოდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა, რომ ჩვენ ესე იგი არ უნდა საუქნათ, აი ზედმეტი ტვირთი არ უნდა დავადოთ ადამიანს. იმიტომ რომ ამითი მე ის ხიბში ვარდება. აი საკუთარ თავზე მართლაც ექნება წარმოდგენა, რომ უკვე რაღაცას წარმოადგენს. და ის რომ უკვე რაღაცას წარმოადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას განსაცდელები შეხვდება, იმიტომ რომ ის ესე აღარ ფიქრობდეს. და ჩვენ რას ვაკეთებთ? ადამიანს ვაამპარტავებთ და მერე იმას ბევრი განსაცდელი უნდა შეხვდეს, რომ განიწმინდოს ამ ყველაფერს. ამიტომ ესეთი რამე ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. არავისზე არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ესე იქნება, ის იქნება. არ ვიცით ჩვენ ვირა იქნება. მეთმაინებას რომ ყველა სათნო იყოს უფალს და ვინც ჩააბარებს, ვინც ღვთის მაშიშებით და სიმდაბლით ისწავლის, პატიოსნად იშრომებს და მერე ღმერთმა იცის. ერთია ჩვენი სურვილი. და ჩვენ ვინც ვიტყვით, რომ ეს მღვდელი უნდა გამოვიდეს, რა ღმერთმა გითხრათ, რომ მღვდელი უნდა გამოვიდეს? ხო არავისთვის არ უთქვია ჩვენთვის. ამიტომ მოვლენებს მოგავასწრებთ. ჩვენ რა თქმა უნდა ამისკენ მივდივართ, სიტყვაზე ვამბობ, შეიძლება სულაც არ მოხდეს ესე და ესეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა. ამიტომ ჩვენ ვეცადოთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სათნო ვეყოთ უფალს და ღმერთი რასაც დაგვავალებს მე, თუ მცირეში იქნები ერთგული, ღმერთი დიდსაც მოგანიჭებს. ერთი ჩვენი მეგობარია, ესე იგი, ერთად სწავლობდით ხოლმე და გადაწყვეტილი ქონდა, რომ აი ბერი უნდა გავხდე. და რა მოხდა მე? პირველი მან მოიყვანა ცოლი. და ჩვენც რო გეგონა, რომ აი ეს ბერი უნდა გახდეს. და პირველი მან მოიყვანა ცოლი.
შეიძლება ის ისე მოღვაწეობს, რომ ბერებს აღემატება. ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება წინასწარ რაღაცები ილაპარაკო. მივენდოთ უფალს და სათნოვეყოთ მას და მან გამოაჩინოს ის, რაც უკეთესი. ღმერთმა მრავალს დაგასცეთ, გახარებულები იყავით და შეგვეწიოს მოციქულების მეოხება. დღეს ასევე არის ხსენება ღირსი პაისი ათონელისა. აი თქვენ მისი ფილმი ნახეთ, თუ იმას არ გინახიათ, მე გირჩევთ რომ ნახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სულიერი საგანძურია ის ფილმი, რაზეც ახლა მე ვამბობ. მისი წიგნები ძალიან დიდი სულიერი საგანძურია. მე არ დაგიმალავთ, ყოველდღე ვცდილობ, რომ ცოტა მაინც რაღაცა წავიკითხო. სულ მქონდეს კავშირი. გარდა იმისა, რომ სახარებას კითხულობდეს ადამიანი და სხვა სასულიერო ლიტერატურას, რაღაცა უნდა გქონდეს წიგნი, რომელსაც მუდმივად წაიკითხოს. ჩვენთან არის ღმერთი.